გამარჯობათ. მინდა გაჩვენოთ ჩემი ძალიან ლამაზი გადასაფარებელი. ეს არის დივანზე გადასაფარებელი. პატარა დივანზე, ორ დასაჯდომიანზე, ორ კაციანზე. აი ეს. ეს არის სავარძლებზე, შესაბამისად სავარძლები აქვს პატარა. სახელურების გარეშეა დივანიც და სავარდლებიც აი მანზე დასადგამი. და ნახეთ რა სილამაზე შექმენი. არაჩვეულებრივია. აი ასეთი კუბიკები გავაკეთე, ნახეთ, როგორია კუბიკები. აი ასეთი ზოლები გავუკეთე, მერე აქ, მერე იქ და აი ესე შემოუარე გარშემო, მოვჭერი მერე კვადრატება და გადავაბი ერთმანეთზე. ნუ შესაბამისად გავუკეთე კიდევ სინთიპონი ძირზე და გავუკეთე კიდევ მერე დავალიანდაგე, ნახეთ როგორ და მერე გავუკეთე სარჩული. აი ნახეთ სარჩული და რო გადავაბი ერთმანეთზე და ერთიანი ნაჭერი გამოვიდა, მერე გავუკეთე კანტი. აი ეს. ნახეთ. აი ესეთი რაღაცაა. ეს ქეთამთხოვა. წინა ვიდეოში მაქვს გაკეთებული ჭურჭლის საწური. ქეთას რომ ვაჩუქე, ძალიან მოეწონა იდეა და მთხოვა რომ გადასაფარებლისთვის არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს თვითონ და ისე მიხარია რაღაცა რომ მოეწონება ხომ ესე იგი ძალიან მეც კაი გემოვნება მაქვს. ძალიან დახვეწილი ქალბატონია ჩემი ქეთა, ხო და აი ასეთი სავარძლებისთვის და დივანისთვის აივანზე უდგას ეს დივანი და სავარძელი და აივანზე გადააფარებს ახლა ზუსტად ამინდები გამოვიდა და აი ასეთი ამბავი გვაქვს ჩვენ დღეს. აი ასეთი. სულ ეს იყო, ეს მინდოდა მეჩვენებინა ჩემი შედევრი. ძალიან ვამაყობ ამ ჩემი ნახელავებით. დღეს დაურეკე, როგორც კი დავასრულე და წაიღებს. ხო, კიდევ ერთი რამ, აი ეს კანტი რომ გავუკეთე, აი აქ, ნახეთ, აი ეს კანტი. მერე შიგნიდან ხელით მაქვს ამოხვეული, ნახეთ როგორია. და სარჩულიც კიდევ, ნახე, ხელით მაქვს მიმაგრებული. იმიტომ რომ ძალიან დაგებულია ცალკე და მე სარჩული ერთიანად არის გაკეთებული. სხვა ადგილებზე ასე არა მაქვს. სხვა ადგილებზე კუბიკ მაქვს გაკეთებული სარჩულები და აქ არა მაქვს ეგრე. ამიტომ ხელით გავუკეთე, უფრო ადვილიც არის და უფრო ნაკლებად საწვალებელია. მოკლედ აი ასეთია ჩემი ბოლო შედევრი. ხო და თუმცა კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, ეს მქონდა მთლიანად ერთი გაკეთებული საწოლის გადასაფარებელი და ძალიან მძიმე იყო. თან ერთად ვერ შედებდი გასარეცხად. ამიტომ დავშალე და ცალ-ცალკე უფრო ის არის მოსახერხებელია გასარეცხადაც და მოსახმარათაც. და საერთოდ თუ გინდათ რომ დიდი ადიელა შეკეროთ და მეც ჩემ თავსაც ვუმეორებ ამას, დიდი ადიელა, აუცილებლად უნდა გააკეთოთ ნაკლები, მით უმეტეს აი ესე პატარ-პატარა ნაჭრებს რომ გადავაბავთ ერთმანეთზე, თავის სისქეს წარმოშობს და სიმძიმესაც, რა თქმა უნდა, შესაბამისად და ამიტომ ჯობია რომ ნაკლებად თხელი გააკეთოთ უფრო. ეხლა ამას აქვს რა აქვს იცით, ნაჭერი აქვს ერთი ცოტა სქელი და მერე რაზეც შეკერილია და მერე აქვს კიდევ სინთიპონი. მერე ამ სინთიპონზე კიდე ნაჭერი აქვს ბამბის და მერეა დასოგანებული. მერე რა თქმა უნდა კიდევ დაჭირდა სარჩული და ამან ყველაფერმა ძალიან დაამძიმა. პატარა როდესაც არის პატარა ადიელის შეკერვა როცა გინდათ, მაშინ არა უშავს, მაგრამ როცა დიდია და ორსაწოლიანზე გადასაფარებლად, ეს ძალიან მძიმეა და ამიტომ ორსაწოლიანის გადასაფარებლად ჯობია რომ თვითონ ნაჭრები რითიც შეკერავთ იყოს თხელი და დასადებიც გქონდეს თხელი, რა თქმა უნდა. ხო და აი ეხლა კიდევ ნახეთ, აი ეს არის ვილვეტი, ეს არის ბარხატი, ესეც სქელი ნაჭრით არის, ნახეთ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა აძლევს ძალიან მას რა ქვია, სისქეს. სულ ეს იყო, ნახვამდის.